მოგესალმებით. Tripcamp's მოკლე ვიდეოების ფარგლებში დღეს სტუმრებისთვის სოფლის ავთენტური გამოცდილების შექმნაზე ვისაუბრებთ. თუ თქვენი გასაქირავებელი სივრცე სოფელშია, ხშირ შემთხვევაში სტუმრები ზუსტად ამ ნიშნით ირჩევენ თქვენს ადგილს. უნდათ რომ რამდენიმე დღე მაინც გაატარონ აქ და სოფლის ცხოვრების რიტმი შეიგრძნონ, ან მეტიც, თანამონაწილეს კი გახდნენ მთელი ამ პროცესის. ამაში კი თქვენი, როგორც მასპინძლის როლი მნიშვნელოვანი და საგულისხმოა. რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ სტუმრებს დასამახსოვრებელი დღეები აჩუქოთ თქვენთან? პირველ რიგში გააცანით სოფლის ყოველდღიურობა და ის რუტინა, რასაც აქ აკეთებთ. ჩართეთ და მონაწილეობა მიაღებინეთ ყველაფერში. ეს იქნება ეზობაღის მოვლა, ბოსტანში საქმიანობა, ხილის კრეფა, კარტოფილის ამოღება, რთველი თუ სხვა. აჩვენეთ, როგორ ამზადებთ ზუსტად იმ პროდუქტებს, რასაც ისინი თქვენთან ყოფნის განმავლობაში აგემონებენ. პირობითად ეს შეიძლება იყოს ყველი, ჩურჩხელა თუ სხვა. მათთან ერთად მოამზადეთ ტრადიციული კერძები, მოუყევით მათი შექმნის ისტორია, ლეგენდები თუ თქმულებები მასზე. შესთავაზეთ ადგილობრივი ღვინოებისა და სხვა სასმელების დაგემოვნება. ადგილობრივი გამოცდილების გასაზიარებლად ასევე შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენთან ახლოს მდებარე ეკლესიების, ციხესიმაგრეების თუ ძველი ისტორიული ნაგებობების დათვალიერება. ასევე შეგიძლიათ გააცლოთ ადგილობრივი ხელსაქმე, ეს იქნება კერამიკაზე თუ თიხაზე მუშაობა. მოიწვიეთ ადგილობრივი ფოლკლორის ჯგუფები და მოასმენინეთ მათთვის. შესთავაზეთ თქვენთან ახლოს თალაშქროთ წასვლა. აჩვენეთ თქვენთან ახლოს მდებარე კანიონები, პატარა ჩანჩქერები, ტბები თუ უბრალოდ ლამაზი ადგილი ტყის პირას. გახსოვდეთ, რომ სოფლის ავთენტური გამოცდილების გაზიარებით თქვენთან დასვენებას კიდევ უფრო გამორჩეულსა და განსაკუთრებულს გახდით.